ბავშვებო, წავედით ჩემთან სახლში. აუ, მან შენი დაიქნება და მე არ მინდა. წავიდეთ კი, თორემ მზეზე რო ვარ ხოლმე დიდი ხანი, მე ცხოვიდან სისხლი მომდის ხოლმე. მე და ბავშვები მოვედით. ვაიმე, ვინ ბავშვები მომიყარა ეხლა ამან სახლში, ჰა? ვაიმე, მობრძანდით. რა საყვარლები არიან. აუ, ძანგქვია სამივეს და კარტოფილი შეგვიწვი. მოგეტანა და შეგიწვავდი. აი, მიდი ხო იქთებს და მომიტანე, 1-5 ცალი. ბუბლაგალაისტო, ვია, ვასო გაიჩითა. არც გიყვანე შენ კიდე იმ სათვალეებიან მაგაცებმა? აუ, დამანებე თავი. შეეშვი გოგო მაგ ბავშვს რა. დაჭერი მიდი ცოტა სალათიც. ცოტა? ბაზარიერადი. ესე იგი მესამე დიკიტი და 9 პომიდორი უნდა დავჭრა. ესე იგი ჩემ გამოჭერაზე ხარ რა. ვაისო ჯახი მე შენზე რო უნდა დადგეს. გაეფლანგებათ ყველაფერი. აბა მობრძანდით ბავშვებო სუფრასთან. ომარიკო ეს შენია, აგერ დავდებ. ესეც ლიზის და ვასოს. აბა მიერთვით ბავშვებო გემრიელად. მე ჭამეთ რა გეხვეწები, რა სახეები გაქვთ. ერიდებათ და. ძალიან მაგარი მოვიფიქრე ჯოკრის თამაში. თან თიკლაა ჩემი მოწინააღმდეგე. აუ არ გვინდა რა ეს იაზოლაპარაკებ. თამაშობთ ხომ მგონი? თიკო შენი რიგებაა. აუ კოზირი ხوار მიცხედებინა თიკო. გოგო თეკლა პრემიაზე გადის და უნდა აცხადო, აბა რა უნდა ქნა. ეხა თეკლა გავა პრემიას და დაპირებული საოჯახო ნაყინიც ჩვენია. ჯერ კარტი მაინც გენახათ ამთა. ციდია მოგების შანსი. თან ძალიან. მეორე დამიწერეთ რა. მესამი. თამთა შენ? აუ მე პალსი ვაფშე კარტი არ მომივიდა. ძალიან სასტიკად მოვიგეთ ეს ხელი. ეს ჩემია, ესეც კიდე ტუსში. ბოლო ორიც აქ დაიდოს. 2 ჯოკერი მყავს. და უთეკლე მოიშალე პრემიიდან. პრემიიდან მოშლა არაფერია, თქვენ მუცლის მოშლა არ გინახავთ. უკაცრავად გადაიწიეთ რა ცოტა. გადაიწიეთ რა. სადავით რა შეუძლებია. უკაცრავად ხო ვერ დამცვავდით მან გოგონა. ვერა ფეხი მткиვა. ფეხმძიმედ ვარ, დამსვი ეხლა. მუცელი არ გეტყობათ საერთოდ ქალბატონო. ამ კაცს ხო აქ დიდი მუცელი. ეს დასვით მაშინ ეს არის ფეხმძიმედ. ჩემთან რა გინდათ ქალბატონო, რა ვჭამე თქვენთან? მე ვჭამე ამ ავტობუსში რო ამოვედი. ვაიმე, რა ადგილას ვართ, ვერ ვხედავ და. დიდი დიღმე შესასვლელში ვართ ქალბატონო, გუდვილთან. მანდ 9 საათის წინ არ ვიყავით? მერე რასაცობია ქალბატონო ვერ ხედავთ, წევით დადის ავტობუსი. ხო, ისეთი შეკრულობა ქონდა, რომ 3 დღე გაუგრძელდა. შეკრულობა. ხო, ვერაშვებოდა. სახში და ევროკავშირში ერთობლივად შევალთ ჩვენ მე მგონი. ვაიმე, თუ გახვალეთ რას ამოდიხართ კაცო ავტობუსში? 1000 ვირუსია და ავრცელებთ. რა ვირუსი ქალბატონო, 2 პაჩკა პაპიროსი მოუწია მარტო ავტობუსში. ისა ნოტარიუსთან გააჩერით რა მოთხოვნითზე. ვაიმე, ვერ გაიგო მე მგონი. ნოტარიუსთან გაუჩერეთ ამ ქალბატონს, ანდერძვე აწეროს გონია იმდენი ხანია ავტობუსში. ასაღარი ტყვიან. შენ მაინც არ დამსვი ხო? კი ბატონო. ვასო შარვალი ჩახადეს, ანასტასია! რა მოხდება, ვინ ჩახადა შარვალი? ვინ და იმ ბიჭმა იცით რო დგას? თეკლა დაიმახსოვრე ის ბიჭის სახეზე. ძალიან მითხო, მაგას მეცნო მასწავლი რა, 4 ფოტო გადაუგო ყველა მხრიდან. ვასო როგორ ჩაგხადა შარვალი? მე რა ვიცი, აბა თვალდახუჭული რამდენი ხანი გაძლეფო და რო დავხუჭე ჩამხადა. წადი მიდი ბესეთკაში დასხედით თქვენ და თიკო რომ მოაქეთ გამოუშვით. და მეხმარეძალა არ გვაწყენს. всё ყველაფერი გავარკვია უკვე ამ ბიჭზე. ნინი ყიფშიც ყოფილია. 1 წლის წინ დაშორდნენ. ნინი ახლა ესპანეთში ცხოვრობს და მას კიდე ახალი შეყვარებული ყავს საბურთალოზე. ცნობათა ბიურო ხარ იმინა. შენ შეხადე წეღანი იმ ბავშვ შარვალი. ვა საქმის გასაჩევად მოვედით გოგოებო.
საქმის გასარჩევად კი არა, ისეთი რაღაცები გავარკვია შენზე 15 წუთში. ლოცვა უნდა გქონდეს უკვე დაწყებული, რომ Facebook-ზე არ დაკიდო. ვარა, ბაბა, მაინც რა გაიგე. თინა თიმბერიძე, ეკა სალოქვაძე და ნადია დუბრინოვა. გეცნობა ხო ალბათ ეს სახელები და გვარები? ვახჩი. პოლიციიდან ხარ თუ? არა, გადანის მესამედან. ეხლა წახვალ და იმ ბავშვებს უყიდი სნიკერსებს და M&M's-ებს და კიდევ 2 ლუთს. თეკლა ხუთალიუ. დროზე. აუ, სკოლაში სიარული აღარ მინდა რა. და რატო ვითომ? რა მოხდა ეგეთი? ეხლა რო გვაქვს ზეიმი, 2 კვირაში ხის როლი მომცა მასწავლებელმა. უნდა იდგე მარტოო. აუ, ძალიან მაგარი მასწავლებელი გიყავ შენ. საახალწლოდ ბალახის როლი მოგცა, ეხლა ხის. ვიზრდებით. როგორ კაცობი, ერთი ლექსიც არ მოგცა ზეიმისთვის? არაფერი არ უნდა თქვა, ხები არ ლაპარაკობენო. მე ვლაპარაკობ სამაგიეროდ. მომიტანე მიდი ნომრების წიგნი რომ მიდევს, მან მიწერია მაქალბატონის ნომერი. რა თავხედობაა, ხედავ? აჰა, გამომართვი. სად არის ერთის ნომერი, ხო? აი. რატომ მასწავლებელო გამარჯობათ, ინგა ვარ მე, ომარიკოს მშობელი. ესე იგი, ისეთი გულდაწყვეტილი და გაუბედურებულია ბავშვი, რომ სკოლაში აღარ მინდა სიარულიო გამომიცხადა და რა საქციელია ეს, რაც მე თქვენზე მაქვს, პატივი ნაცემი, როგორ ერთი ლექს არ იმსახურებდა ჩემი ბავშვი, რომ მიგეცათ ზეიმისთვის, მაგრამ სანამ თქვენაირი მასწავლებლები არიან სკოლაში, მანამ არ გვეშველება ჩვენ არაფერი. გცხვენოდეთ. აი. რა იყო რა სახე გაქვს? სხვაგან მოვხვდი. იმინა მაგას სიმაღლეზე დავაყენე რინგლეითია. მაინც კოდი არ მაფარია. ხო აი შენი უშნო რატო ხარ ვერ გავიგე? ბაზარი არ არის. და სახლიდან მიმუშავებ. ისინი გოგო გეხსნი ფსიქიატრია. ინგა აი გამარჯობა. აი პეროგი გამოვართი და მორჩით ახლა სისულელებზე ლაპარაკს და ჭამეთ ეგრეთში ხა. თორე ხოდა მაგარი რაღაცა მოვიფიქრე ახლა ძალიან. აუ. აუ გუმა მიგერია ტელეფონი. მე წამო ბიჭები იქნებიან ბესეთკაში და მაგარი აუ გამრავლების სტაფლაზე რომ დამცინი ხარ ხოლმე შეთუნაც არის ძიეკ წესიერად. დაგენიძლეო გინდა? აბა მითხარი მაშინ თუ იცი რამდენია? 8x8. ტრეკი გაგერღვა. აუ ჯე რატომ მეუნიო უზელო რაღაცებს? ეხა ნერვები არ მომიშალოთ, უწოდე ახალი ამოსული ვარ ეკლესიიდან საკურთხი ჩავიტანე. თორე ჩაგწევთ მოსახსენიებელში. მან ვინ ჩაწერე? კოტე პაპა, დოდოდეი და ეხლა რომ მოკვდა. იმდენი საჭმელი წაიღე ეკლესიაში რომ მაგერ სუფრეს გაშლია ძალიან. გადაცვლით ესულები. პურია ამოსატანი. დოდო ჩავა. მარტო ეგ არის ნაჭამი ჩვენ შორის. მე ვერ ჩავალ. მოჭეხილი მაქვს ხელები და ფურს ვერ ვიჭერ. მე ჩავალ. ანესტეზია რა გჭირს? просто მაგერი კოლიო გაიმაზე. თეკლე გინდა სემიჩკა? ხო რავი, შენ თუ ჭამ, მე შევჭამ. თან ქართული სემიჩკა და კარგი იქნება. თორე ისე ხო იცი რომ არ გენდობი. ჩუბილებს. შეგვიძლია რომ ჩელენჯი ჩაერთო 30 სექტემბრი ჩათვლით გადაიღე ვიდეო TikTok-ისთვის. აი ამ სემიჩკასთან ერთად ჰეშტეგით მარტინისგან და შეგვიძლია მე რომ მოიგო 1 ოქტომბერს iPhone-ი, iPad-იან Apple Watch-ი. გასაგებია. ისე გოგებო მარილენის სემიჩკა ტუჩებს არ გწოვთ ხოლმე? მე ძალიან. არ მგონია ეგ სემიჩკის ბრალი იყოს. უფრო იმ სამი ბიჭის ერთდროულად რო ხვდები. გაჩვენდი. ისე ის ლექსო გამოსწორდა ხო მგონი? ანასტასიას რო ხვდებოდა გეგონება მაშინ ტვინი ქონდა რაღაცნაირად გამორიცხილია. ეგ მეორევდი ხოლმე ტვინს. აი ხო გათქმევინე, ვიცოდი რა შენ დაშორებულები იყვნენ ესენი. კიდია მეთქი ეგ ბიჭი ხო გითხარით? მე იმას შეხედეთ მარიამ ფუტკარაძე. ეგ იცით ვინ არის? თემო სახვაძის შეყვარებული. ვა, თეკლე, შენ საიდან იცი ეგ? აი რა ძალიან გთხოვთ, ისეთი აგენტები მყავს მე ჩანერგილი რომ ეგ არ გამომეპარებოდა რა. აუ ძალიან ლაპარაკ. ომარიკო გარდაიცვალა ის ბარტყიეზოში რო იპოვეთ?
არა გადარჩა. დედამისმა წაიყვანა ასე თქვეს. კი, დედამისმა წაიყვანა. ზეცაში. ანასტასია, რამდენი ხანია ისე? თიკო აღარ ყოფილა ჩვენთან და ხო არ იჩხუბეთ? თიკო დედამის ცეხი პიშო და ეხლა სოფელშია ერთი კვირით. ოი, ძალიან კარგი. გაუთვალისწინებია ჩემი რჩევა სოფელში გაგზავნაზე. კარტოფილი გახშენ გასათელი ქალბატონო არ დაგავიწყდეს. აუ, მესამე სართულის ვასომეძახი ზეზოში ჩავალ. ერთი ჩინჩახვალი მან და მეორე მე გავთვლი კარტოფილს. რა თქვი ქალბატონო? დედა როგორ ახარ? რა ხდება სოფელში? ხო, რა ვიცი ჩვენც ვართ. ეხლა რატო გირეკავ? აუ, ჩირი რა შევჭამო შეიძლება? აი მანდდევს და შეჭამე. აუ მე შევჭამ მაგას. მაგილა მევესება. თითი არ დააკარო მაგას ქალბატონო, სუფრისთვისაა. და იგი რატო ჭამს? ნუ გამოეჯიბრე, ბავშვია. უზდელი ხარ იცი? ხელებს მოგამტვრევე ხა. ანასტასია, რა იყო მოკვდი? ბავშვია. ტუალეტი ვინ დატოვა ჩაურეცხავი. გეტყვი. მარა ბავშვია. მშობლების ჩათში შეხედვა აღარ მინდა რა. ყველაფერზე შეიძლება კაცო მასწავლებელს ფული აუგროვო. ახალი წელია ავუგროვეთ, აღდგომა ავუგროვეთ, შვილი გაუბედნიერდა ავუგროვეთ და ნაღველი ამოიჭრა ავუგროვეთ. რაღა გავაკეთო კაცო? მშობლები არიან მეტიჩრები და ეგ მასწავლებელიც მიეჩვიო ყოველ კვირას აჩუქრებს. ხო და არ დავდებ არაფერს და ეგ იქნება. დაიცა ნინომ ჩააგდო ხმოვანი. ძალიან დიდი ბოდიში გოგოებო, მაგრამ მე ვერაფერს ვერ დავდებ. სამი შვილი მყავს და ჩემი გამჭირვებია. ხედავ ხო რა დღეშია ხალხი. ბავშვები ამბობენ ეკალი მატყუარაო. iPhone 14 იყი და იმ დღეს. გოგოებო, ვერც მე ვერ დავდებ ვერაფერს, არ მაქვს ახლა ამ ეტაპისთვის გათვალისწინებული ეს ხარჯები. აი მე ეს თუ არ გაიგზავნა. მოვიდა განაპი, ხათუნა. ინდა მომისმინე ჩემო კარგო. ამ საჩუქარზე სია შედგება და გაითვალისწინეთ. დამემუქრა ახლა. თავში გვაგეხლიათ, კაცო. ნატო მასწავლებელმა ორჯერ დამიწერა უკვე ორიანი. ჩამორჩენილი ხარ ყველაფერსო. მაგაში სრულიად ვითანხმები. გოგოებო, რა ვიცი, გამწარებული წეს ეს მასწავლებელი ორიანებს და მარტო მე ვარ უკმაყოფილო ამით? ეხლა ნახე, რამდენი ამყვეზე გამომეხმაუროს. აი. კი, ინგა. რა ვიცი, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ. ვაიმე გოგოებო, ჩემს სასათიანი შუბლზე ეძერა იმ დღეს. ეს ყოლია ესე იგი ერთადერთი ოროსანი სკოლაში რა. შენ მე მოგივლი. მაგრამ ეს მშობლებიც მატრაკვეცები რა. ვაიმე ჩაიწერა და გაიგზავნა მე მგონი. ბავშვებო, მაღაზია გაქურდეს და ქურდი გაიქცა. აუ, წამო გავეკიდოთ და დავეწევი. იცი რა სწრაფად დავრბივარ? აუ, ასორა დებილი ხარ რა. შენ გიჩვენია სკვინტლებს დაანებო თავი, თორე ის პოლიციელი დაგიჭერს. თან ჩვენსკენ მოდის. ბავშვებო, პოლიციის ოფიცერი ნიჟარაძე. აქ თამაშობდით ხო თქვენ? მაღაზიიდან ხარ დაგინახეთ ვინმე გამოქცეული. დიახ, და ქალი იყო ზუსტად ვიცი. ეგრე გარბის ხომ დედაჩემიც გაზიდარო საჭმელი გადმოუახალმე. კი, ქალი იყო. შავები ეცვა და თმა ქონდა მოკლედ ჩეჭრილი. იქით წავიდა. უკაცრავად 308 ნომერი თუ ჩამოივლის აქ. დიახ, აქ ჩამოივლის 3 წუთში. ვაიმე, ქალბატონო, ხდება კაცო. სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მოხლის პირველი ნაწილის მიხედვით რაც ქურდობას გულისხმობს. რა ქურდობა კაცო, აქ ვცხოვრობ. მე და გაჩერებაზე ჩამოვედი 2 წუთის წინ. საყიდლებზე მივდივარ. თქვენ გაქვთ უმილისუფლება და სიტყვით შეძლო გამოყენებული იქნას თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში. რა სასამართლო კაცო? არაფერი არ დამეშავებია. ბაჭუკის წაიყვანი განყოფილებაში და მოვალ მეც მალე რა. ბავშვებო, დავიჭირეთ. ჯიგრები ხართ. წავედი მე ბავშვებო სახში. დედაჩემს მოუყვები. აუ, სკოლაში გამეკუა და ბავშვებმა დამცინეს. რა იყო მე არა უშავს? სახში ხო დაგცინით ხოლმე? არა უშავს ახლა მარიკო ძალით ხო არ გინდოდა? ხო არ გინდოდა? ო, არა, დაჭერებანაც თამაშობდი და სკამს რო გადავახტი მაგ დროს იმას საქმია.
ხო, ამიტომ ჭყოის სასწავლებელი იქნება. დაჭერობანა აღარ უნდა ითამაშო. ხო და აღარც კინოს აღარ უნდა უყურო. გუშინაც ეგრე დაგემართა ფილმს რო უყურებდით. ეგ როგორ გაიგე ჩუმა თქვენი? არ გამიგია. ვიგრძენი. კარგით ახლა ხო აღარავის აღარ ემახსოვრება ეგ ხვალ, კაცო. აი რატომ მასწავლებელი მწერს? ინგა გამარჯობა ჩემო კარგო, ცოტა უხერხული კია, მაგრამ მომარიკო დაეჩვია ამ ბოლო დროს გაზების გაშვება სკოლაში და თუ რაიმე პრობლემა აქვს, ბავშვს იქნება ექიმთან მიგეყვანათ. აუ ყველას ემახსოვრება მასწავლებელსაც გაუგია. ჩემი კლასელი გიორგი ეტყოდა. მე არიცი მაგ დროს რა უნდა უქნა მაგ გიორგის. თუმცა რაც გასწავლი გწოდნია უკვე. ეს ცუდი გაჩვენდით ახლა. რატომ მასწავლებელო გამარჯობა. ომარიკოს ყველაფერი წესრიგში აქვს, სხვა არავინ არ დააბულინგოს ბავშვის სკოლაში, თორე ვინ მოხდება საავადმყოფოში, მაგასაც ვნახავთ. საღო ლინგა გავიმარჯვეთ. ომარიკო მიდი გაგვიკვირე ერთი გამარჯვების ნიშნად. რა იყო ვიხუმრე? არა, ომარიკო აღარ იქნება ნუგეშინია. დაწექი და დაიძინე ახლა შენ. ინგა, ვაიმე როგორ შემეშენდა, თან ტოჭის კრემს ვაკეთებდი და ვიგორავე კუხნაში. დედა რას ამბობ, რა დაგმართნია ეგ? გაგიფუჭდებოდა ახლა ის კრემიც, ჰა? არა, რო ვგორაობდი ეს მოძრაობაში ძალიან კარგი გამოვიდა. შენ რა გითხარი რა, ჩვენც ვიძინებდით და რო შევხედე ომარიკოს ოთახში, მატრასის ქვეშ იყო ბავშვი მოყოლილი. აუ თიკო ძალიან მაგრე შეექნებდი ახლა თეკლაბურგენიძის, თავის ავარიულ კორპუსში. კი შეგვეშინდა და იმედია რომ აღარ გაიმეორებს. წყალს დავლიევ. მიდი კი. მე ლია როგორ ახარ? ინგა ჭიქა გატყდა მე მგონი. დე, ესოთა რომ მოდიოდი, ანასტასია იყო ბესეცკაში და ლუცავდა ბიჭებთან ერთად. რას ქვია ომარიკო ლუცვამ და მაღაზიაში ჩავაგზავნე? გადაიხედე თუ გინდა ფანჯრიდან. და ის სიმღერა გქონდათ კიდე ჩართული. ვოდკა პივა, პატკანეცკა პარაწივა. ეგ. მოვედი. მოგიტანე ეს გუშონიც. და რატო სვავდი პივას ქალბატონო? აუ ნახევარი ბაკალი დავლიე მარტო. და ვაფშე ვინ გითხრა რომ პივას სვავდი? ბავშვმა მითხრა. ომარიკო? აუ შენ, ირეცე რო ახალწლამდე მიაღწიო, გაიე? შპიონი ბავშვი. თეკლაბურგენიძე ფორმაშია. პოსტები არ ეყოდი, ხა პირაში მწერს გველობებს. აუ მაგან კიდე რა ვერა მოანთხია ბოღმა რა. ნეტა რა გიკვირთ ერთი მაგ კატეგორიის გოგოები ეგრე იყვნენ მის დღემში. სანამ არ მოანთხებენ ბოღმას არ მოისვენებენ. აუ მაინც უისუნე ჩამაგდებინოს რა. თეკლე შენზე რა სიძახიან იცი უბეში? ქართული გრამატიკიდან მარტო მიცემითი ბრუნვა იცისაო. ინგადეიდა ყველაფერს თავი დავანებოთ გენიოსია ეს გოგო რა. ნუ ახლა კითხვა პასუხი არ უნდა გეშლებოდეს ადამიანს ზოგადად. და მე რო კითხვა მეშლება, წამომით აკავხომე თავში. გაჩერდი ერთ შენი ჭირი მე რა. ომარიკო აქ სერიოზული ხარხი ვლაპარაკობთ. დასრულები. დასრულები თუ გასულები? რა გასულები ომარიკო? ანასტასია უნიოდა წეღან ციკოს რო გუში რომ მოვწიეთ მაგარი გასულები ვიყავით. იმინა ზომბი ვარ. თელი დღემდე რომ საწოლში ვიკოტრიალო. ენერგიის ნატამალი აღარ შემრჩა. აუ თან ძალიან ცხელად. ეხლა რომ წავიდე სახში მგონია რომ გზაში დავეცემი. აუ ბაზერია რა. მიდი მაცივარში ორი ვიბარე ქავერიდებს და მოიტანე. ვივაკი არა ყავა მინდა ხე 1-4 ჭიქროც და გავგრილდე და მოვიხოდო. ვირა ყავა გოგო, ვივა მოიტანე მეთქი. ენერგიას მოგცემს და მოგხოდავს. თან სპეციალურად ჩავეცე გუში რომ უკეთესი გემო გქონდეს. გუშინ დაიწყე გახსოვს? ასე მგონია რომ რაღაცა მოხდა და ვერ ვიხსენებ. აუ ამას მეც კი დავვლევ. რა? თეკლაბურგენიძისთვის რები მაქვს მიწერილი. თეკ ყველაფერი წარსულს გავატანოთ მიყვარხარ გულში. ხადაობ? სულ არ მიყვირს მე ეგ მესიჯები. რაჩინა თეკლამ გუშინ შალახო იცეკვეთ ღამე რა ვიცი. შვენიერი გოგოა ყველა ერჩით. ხვდები ახლა რას ამბობ? როდის ვიცეკო შალახო?
ხო, შენ შეიძლება აღარ გახსოვს, მაგრამ მე ჩემი თვალით დავინახე ყველაფერი. იატაკიდან რო იღებდი ჭიქებს, რა გეგონა ვერ გავიგე. კი ბატონო, ის ჭიქა გადადა აღარ დავეძებ. დაიხედე ახლა შარვალზე. აუ, გამოგლიჯილია შარვალი ბროსტა. Happy New Year, teacher. Wish you all the best. Ой, შენ ჩოკოლადი მოიტანე, გოგო. I think my diabetes is getting worse today. Have a seat. Almost მე ხელცარიალი მომიწია მოსვლა. Sorry. არა უშავს თეკლე, მთავარია გული გაგსავსე. ბიჭებით. Okay, let's begin our lesson with some speaking exercises, like we always do. გაიგე ხო თეკლე რაც თქვა, დღეს ადრე გაგიშვები თუ. კი, მესმის ყველაფერი. კარგი, Anastasia, tell us please, how was your day today? It was stressful, especially when I met this girl right there. Tekla, was it stressful for you too? გადასახადსულის მომიტანო გეკითხება. თუ მარაო. კარგი გოგოებო, დღეს სიტყვებსაც უნდა ვივარჯიშოთ ჩვენ ტესტებით, მაგრამ 2 წუთით გავალ რა. My daughter has a fever. I should check on her. Okay. აუ რა თქვა ბოლომდე ვერ გადავითარგმნე. რადგან რომ უელ გაკვეთილი უნდა ახსნა სკლეროზზე ინგლისურადო. მოვედი. She's better now, but I'm still nervous. აუ მას ბიბია ჩემსაც ჭირდა და გარდაიცვალა. დაიძიდი რაღაცა.